დაგლოცოთ ღმერთმა ძვირფასო მართლმორწმუნე ქრისტიანინო გაგახაროთ შეგეწიოთ. დღეს ვისაუბრებთ ეკლესიის შიგნით არსებულ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თანამედროვე ღვთისმეტყველები, თანამედროვე მწერლები, პუბლიცისტები ევრომართლმადიდებლობას უწოდებენ. საქმე რაში გახლავთ ძმაუნდადანო, რომ არაერთგზის გვისაუბრია ჩვენ, რომ მოდერნისტული ლიბერალური სულისკვეთება სულ უფრო და უფრო იდგამს ფეხს საზოგადოების ცნობიერებაში და აქედან გამომდინარე ევრომართლმადიდებლობა, ანუ მართლმადიდებლური სარწმუნოების სრულიად ახალი რაღაც გენმოდიფიცირებული შეიძლება ითქვას ნაირსახეობა გახლავთ, რომელსაც არც ლოცვის დიდი მოღვაწეები სჭირდება, არც მონაზვნები, არც მართლმადიდებლური სულიერების მცველნი და ნათელი სოფლისა და არც სამონასტრო ცხოვრება და ზოგადად რო ვთქვათ, რომ ეს სეკულარული სული, რომელიც ტრიალებს აი ამ პოსტმოდერნისტულ სამყაროში, რასაც თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ქვია პოსტმოდერნისტული ღვთისმეტყველება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რა არის ეს, საითკენ მიექანება ეს ყოველივე და რა მიზანს ემსახურება აი ეს სულისკვეთება. იმისათვის, რომ მასებში და მორწმუნე ცნობიერებაში, მორწმუნე ადამიანების ეს არატრადიციული ევრომართლმადიდებლური ორიენტაციის პოსტულატები, წესკანონები დაინერგოს, ერთის მხრივ სულიერებისაგან დაცლილ აი ამ მისიონერებს იყენებენ და მისიონერებში ჩვენ გულისხმობთ თანამედროვე ზოგიერთ სასულიერო პირსაც კი, რომლებიც თითქოს და მისიონერებენ, ამავე დროს აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებენ მართლმადიდებლურ დოგმატიკას, ტრადიციას, ძველფასეულობას და გვთავაზობენ რაღაც ახალ სტილს. და დღეს ეს საკითხი მეტად აქტუალური გახდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ეკუმენიზმი, ლიბერალიზმი და მოდერნიზმი თვით სახარებისეულის სწავლება გახლავთ. ამდენად ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოება მართლმორწმუნე ქრისტიანმა უნდა იცოდეს, საითკენ მიექანება ეს ყველაფერი და რა არის ძირითადად მათი სტრატეგია და რისი მიღწევა სულთ აი ამ ლიბერალურ ეკუმენისტური იდეებზე აღზრდილ ადამიანებს. ეს ევრომართლმადიდებლობის ცნება თვითონ სახელწოდებიდან ალბათ უკვე ცალსახად ცხადი ხდება, რომ დაკავშირებულია იმ ევროპულ ცნობიერებასთან რელიგიური კუთხით, რომელიც არსებობს, ანუ იმ პროტესტანტულ კათოლიკური რელიგიური ხედვები და ამას ემატება ეკუმენისტურიც და მოდერნისტულიც, რომლებმაც დღეს საკმაოდ იჩინა თავი დასავლეთში და იმავე სულისკვეთების გამცობის მცდელობები შეინიშნება აქეთკენ აღმოსავლეთისაკენ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც. და ეს ევრომართლმადიდებლების მისიონერების ეს სტრატეგია, რომლის შესახებაც ისინი ცხადია დუმილს არჩევენ, რათა მათი ეს გრანდიოზული სიცრუე ნაადრევად არ გამომჟღავდეს, შემდგომში მდგომარეობს ძმაუნდადანო, რომ უნდა შეეცადონ აი ამ მასობრივი მისიის ბჭყალებში გზით რაღაც მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილის არაეკლესიული ახალგაზრდობა და ზოგადად ეკლესიის წიაღში ზოგად ეკლესიური ადამიანები, რაც შეიძლება მეტად შეუცვალონ ცნობიერება და რაც 10-20 წლის წინათ შემდეგ მართლმორწმუნეთა ცნობიერებაში საერთოდ მიუღებელი იყო. ანუ პრინციპული მართლმადიდებლური ხედვები მეტად გამყარებული გახდათ, ხოლო დღეს ხედავთ, რომ აი ამ ადოგმატურმა სულისკვეთებამ მთლიანად დაწამლა საზოგადოება და ამას სხვადასხვა საშუალებებით ახორციელებენ. თვითონ ეს ახალი მართლმადიდებლობა, ასე ვთქვათ, ჯვარებში, როდესაც იჩენს თავს ეკლესიაში, შეიძლება მომავალ თაობებისთვის საფრთხეც
აღმოჩნდეს და გარდაიქმნეს უმრავლესობადაც კი, ვინაიდან მათ სულ უფრო და უფრო აი ამ ქვეყნიური მორგების პრინციპი აინტერესებთ, სულ უფრო და უფრო კომპრომისებზე წასვლის მცდელობებია სახეზე და შედეგად ჩვენ მივიღებთ არა მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას, როგორც ასეთი და როგორც ამას წმინდა წერილი და გარდამოცემა და ჯულის კანონი გვასწავლის, არამედ ამორფული ზედაპირული, რომელიც დაფუძნებული იქნება აი ამ ლიბერალ ღვთისმეტყველებაზე დასავლური ტენდენციებიდან გამომდინარე. ამიტომაც უწოდეთ მას ჩვენ განმაახლებლური მოდერნისტული და კიდევ ერთი ტერმინით ევრომართლმადიდებლური. მას შემდეგ ძმაო და დანო, რაც ეს ტრადიციონალისტების და უმეტესობას, ესე იგი ეკლესიიდან რაღაცნაირად ხედავთ ჩვენ აი ამ მცდელობას, რომ შეზღუდვებიც კი ხდება აი ასეთი მსოფლმხედველობის გავრცელება და სულ უფრო და უფრო თავს იჩენს მოდერნისტული ღვთისმეტყველება, ამაში ეკლესიაში თავისებურად მასებს რაღაცნაირად იზიდავენ აი ამ ერთი შეხედვით ცოცხალი მიდგომით და რაღაც სიახლით, რომელიც ადრე არ გაუგონია და თანამედროვე ადამიანს ეს ახასიათებს, მანდადანო რაღაცნაირად ის შეჯგუებულია უკვე, მისთვის უკვე მოძველებულია ის ძველი ეკლესიური ცნობიერების პრინციპები, თითქოს და მას უკვე ეს ყველაფერი სმენია და რაღაც ახალის გაგონება უნდა. ამ დროს ეს ახალი მისიონერები, რომლებიც მომრავლდნენ დღეს, კიდევ უფრო თამამად და შეიძლება ითქვას თავხედურადაც იქცევიან, როდესაც პირდაპირ უგულობელყოფენ ძმაო და დანო წმინდა გარდამოცემას, წმინდა მამათა თხზულებებს, დოგმატურ განსაზღვრებებს და ამბობენ, რომ მაგალითად რომ ეკუმენიზმი თურმე ყოფილა მართლმადიდებლური სწავლება. ჩვენთვის საერთოდ საეჭვოა ძმაო და დანო თავად აი ამ ადამიანებს, ვისაც ჩვენ ევრომართლმადიდებლებს ვუწოდებთ მისიონერებად, რომ მოაქვთ თავი, სჯერათ კი საერთოდ აი ამ თავისი რეფორმატული წამოწყებების, რომლებიც მრავალსაუკუნოვან საეკლესიო ტრადიციებს ანადგურებენ და რა გიღა მათ მაინც ეს გადაწყვიტეს ძმაო და დანო, რომ ეკლესიაში ცვლილებების შეტანა განახორციელონ, გამორიცხული არ არის, რომ აი რეფორმატორების საქმიანობა რაღაც სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს, რომელთა შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოვთქვათ, თუმცა რომ არ დაფიქრდე, ესეც არ ივარგებს და უნდა ჩვენ განსაზღვროთ და კარგად გავაანალიზოთ, რას ნიშნავს ეს მათი ეს ასეთი კადნიერი გამოხტომები, რომელსაც სულ უფრო და უფრო მასეურობრივ სახასიათს იღებს ეკლესიის წიაღში. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ ჩვენს ეკლესიაში გამოჩნდა ადამიანები, ვისთვისაც მართლმადიდებლობაში ძვირფასი არაფერია, არც ეკლესიის გარდამოცემა, არც ჩვენი ეკლესიის საღვთისმსახურო ტრადიციები, არც განწესებები, არც იულიუსის კალენდარი და ფიქრობენ, რომ ახალი კალენდრით რაღაც უფრო განმაახლებლური და უფრო თანამედროვეები გახდებიან, არც აზროვნების წესის დამახასიათებელი ნიშანი, რაც საეკლესიო აი ამ ტრადიციას ახლავს, გრევა პირდაპირ ყოველივე იმისა, რაც არის ტრადიციული და ამას ყველაფერს აკეთებენ პროგრესის სახელით, ამას აკეთებენ, რომ თითქოს და მართლმადიდებელი თანამედროვე უნდა იყოს და არ უნდა ჩამოურჩეთ ამასოფლის სულისკვეთებას და ასე შემდეგ. მათი შეხედულების თანახმად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ უხეშად არ დაარღვიონ ეს დოგმატური განსაზღვრებები, რომლებიც არის ძალიან მკაფიო და ამავე დროს შეიცავს ერესებს, აი ამას ცხადია ეს ადამიანები ერიდებიან, თუმცა ფარულში და სამზარეულოში ისინი ყოველთვის ამაზე საუბრობენ, რომ თითქოს და სხვა კონფესიებშიც არსებობს მადლი და ცხონება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველება სულ უფრო და უფრო ემსგავსება მეტაპატრისტიკულ ღვთისმეტყველებას. რას ნიშნავს ეს, რომ არსებობდა წმინდა მამათა ტრადიცია, პატრისტიკა,
მეტა ეს სიტყვა ნიშნავს ბერძნულიდან განმარტებით, რომ ჩანაცვლება ხდება იმ პატრისტიკის ახალი თანამედროვე მსოფლმხედველობით, თანამედროვე, ასე ვთქვათ, მამებით, მაგრამ მოდით ნახოთ რეალურად რასთან გვაქვს საქმე ძმაუნდადანო. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა სწორედ ასე თქვა, რომ თუ ხელფეხს მოაჭრიან ადამიანი მაინც ადამიანად დარჩება, მაგრამ რატომ უნდა მოაჭრან თუ მტრები არ არიანო? ანუ აი ამ ადამიანებს ძმაუნდადანო სურთ, რომ ეს მართლმადიდებლური სწავლება მისი სისავსე დაამახინჯონ, დაანაწილონ, დააკუცმაცონ და აი ეს ათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად ჩვენი ეკლესია ძალიან მყარად დგას თავის პრინციპებზე. ის არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა და მისი შეცვლა კი არ არის საჭირო ძმაუნდადანო, არამედ მისი გარდაქმნა, მისი ამქვეყნიური მისიის შესრულება და ამ ქვეყნად დედა ეკლესია მისიას მხოლოდ მაშინ აღასრულებს, როცა ის არის უკომპრომისო, როდესაც ის ასწავლის ქრისტეს სწავლებას შეუცვლელად, როდესაც მოციქულებრივი კანონები არის შეურყეველი და დაცული. და დღეს გვესმის ხშირად, რომ რაში ჭირდება ეკლესიას დაცვაო. ეს არის ისეთი აბსურდული გამონათქვამი, რომ შეიძლება ამას პასუხი არ გაეცეს. მაშინ რისთვის მოვიდა უფალი, რისთვის იყო რომ ამხელდა წიგნობრებს და ფარისევლებს, თუ ეკლესიის ნეობას, სწავლებას დაცვა არ ჭირდებოდა, რისთვის აიყო შოლტი ძმაუნდადანო და ტაძარში მოვაჭრენი, რისთვის განდევნა იქიდან და ჩვენ გვესმის ქრისტესაგან საკმაოდ მკაცრი სიტყვები, ხომ? გველნო, ნაშოვნე იქედნეთანო, ანუ მხილების ძალიან სერიოზულ ფორმებზეა საუბარი და დღეს ამას ყველაფერს ეხლა დღეს რო ადამიანმა თქვა, გეტყვიან რომ სიძულვილია, მაგრამ ეს ხო ქრისტეს სიტყვებია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა და როდის უნდა გამოვიჩინოთ აი ესეთი მხილების ფორმა და როდის უნდა იყოს სიყვარულის სხვა ფორმები და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ესეთ სიყვარულის ფორმა გახლავთ ძმაუნდადანო, როდესაც ჩვენ ვამხელთ ადამიანს, როცა ეს ამას საჭიროებს. ანუ ხან ძმაუნდადანო ქირურგიული ოპერაცია საჭირო და ხან კიდევ არის საჭირო უფრო რბილი მიდგომა. აშკარაა, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ცდილობენ რაღაცნაირად სულ უფრო და უფრო მოდერნისტული გახადონ და ფართო გზაზე დააყენონ ეს ყველაფერი და ევრომართლმადიდებლებისაგან მომავალი გზა ხშირად ძველი ეკლესიის პრაქტიკისაკენ დაბრუნებას სულაც არ გულისხმობს. არამედ პირიქით ისინი ფიქრობენ აი ამ ლამაზი ლოზუნგებით რაიმენაირად ჩაანაცვლონ ის. ეს ეგრეთ წოდებული ევრომართლმადიდებლობა წარმოუდგენელი იქნება მისი განხორციელება, თუ ახალი საკადრო პოლიტიკა არ გატარდა. ამისთვის ჩვენ ხედავთ ამას ნელ-ნელა, რომ სულ უფრო საუბარია აი ამ ახალ ღვთისმეტყველებაზე, ლიბერალურ ღვთისმეტყველებაზე. ცხადია ეს ახსდის შემდეგ საზოგადოებას, რომელიც იქნება ამორფული ეკლესიის დოგმატების მიმართ, ეკლესიის სწავლების მიმართ და როდესაც ეს ახალი თაობა გაიზრდება, ეს არ მოიტანს, რა თქმა უნდა, კარგ შედეგს, იმიტომ რომ აი ამ ადამიანებს ფაქტიურად აღარ ეცოდინებათ რეალურად რას ასწავლიდა მართლმადიდებელი ეკლესია სულ ცოტა ხნის წინათ. ანუ დავიწყებას მიეცემა პატრისტიკა და თანამედროვე ღვთისმეტყველების აგებული, მეტაპატრისტიკური ღვთისმეტყველებით გაჯერებული, სულით წარმოშობილი ახალი სასულიერო პირები იქნებიან იმის გადაგებლები, რაც თანამედროვე ევროპულ ცნობიერებისთვის არის დამახასიათებელი. აი ეს არის ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი თემა და უნდა მისმინოთ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის სიტყვა, როგორია ის მისი პრინციპული თვალსაზრისით. რაც გვასწავლიდა ჩვენ წმინდა ივანე ოქროპელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა, მაქსიმე აღსარებელი, როგორი სულისკვეთება შეინიშნებოდა აი ამ წმინდანებში. არანაირ კომპრომისს. პირდაპირ ამბობს წმინდა მარკოს ეფესელი, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში კომპრომისი შეუძლებელია არსებობდესო და ევრომართლმადიდებლობა კიდე სწორედ რომ კომპრომისების გზა
იმისაკენ რომ რაიმენაირად გააიოლონ თანამედროვე ცხოვრების წესი. ანუ თავად არ სურთ ამ ადამიანებს პრინციპული ეკლესიური ცნებების და ჯულის შესრულება ან არ შეუძლიათ და ცდილობენ რომ რაიმენაირად მოერგონ აი ამ სამყაროს და აი ამ ასეთივე ღვთისმეტყველებას გვთავაზობენ რატომღაც და ეს ადამიანები უკვე აღარ მალავენ ეს არის მთელი პრობლემა და ჩვენ შეგვიძლია მათი მსოფლმხედველობის მხილება სწორედ რომ სახარებისეული სწავლებით წმინდა მამების გზით არა უხეში არა რაღაც ჯიქური პოლიტიკით არამედ საღვთისმეტყველო დონეზე ჩვენ ამ ხალხს გსურს რომ აუხსნათ რომ თუ რეალურად სურთ მათ ცვლილებები ეკლესიურ ცხოვრებაში ცვლილებებში გულისხმობთ რომ გამოვსწორდე და შინაგანი სულიერი ფერის ცვალება განხორციელდეს, მაშინ ცხადია ამ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ არა ახალი მართლმადიდებლობის რაღაც მოგონილის, არამედ ძველი ტრადიციის თანახმად. ამ დროს ჩვენთვის ყველაზე მთავარი საფუძველთა საფუძველი გახლავთ ჯულის კანონი და აი ამ სწავლების თანახმად უნდა მოვარგოთ ჩვენ და შევადაროთ რას თავაზობს თანამედროვე ლიბერალური ღვთისმეტყველება ევრომართლმადიდებლური თვალსაზრისით, რატომ არის ის ასეთი აგრესიული ბოლო დროს და სულ უფრო და უფრო ენერგიულად ცდილობს თავისი მსოფლმხედველობა დაამკვიდროს საზოგადოებაში. რაშია საქმე? რა ინტერესები აქვს? ამაც სულ უფრო და უფრო გვაინტერესებს ჩვენც. ამგვარად ჩვენ ვხედავთ რომ ეს რაღაცნაირი კრეატიული სულისკვეთება საკმაოდ განათლებული ადამიანებისა, რომლებიც რაღაც თავისებურ ქარიზმასაც ატარებენ და შეუძლიათ მასებიც კი გადაიბირონ და მაგათ თავის სულისკვეთებაზე ჩამოაყალიბონ, ესეთი ადამიანები დღეს ამბობენ რომ აღარ არის საჭირო ერეტიკოსებს მწვალებლები უწოდოთ, რომ აღარ არიან თითქოს და საერთოდ ცოდვას აღარ უწოდებენ და რაღაცნაირად ყველაფერზე არის კომპრომისული დამოკიდებულება. ანუ თითქოს და ეკლესიის ერთი შეხედვით ეკლესიის ერთგულ შვილებად მოაქვთ თავი, მაგრამ ამავე დროს ამბობენ რომ ან არ ამბობენ და ქვეცნობიერად ატარებენ ამ პრინციპებს, რომ ეს უკვე დრომოჭმულია, ჩვენ უკვე ახალ ნიადაგებზე ვდგავართ. ღვთის ნებით ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე საიმედო გზა არის წმინდა გარდამოცემის გზა, ანუ წმინდა წერილი, საეკლესიო კრებების, წმინდანების მსჯელობის, განსაზღვრებების გზა და თუ საეკლესიო ცხოვრების რომელიმე საკითხზე წმინდანთა შეთანხმებული აზრი არსებობს, მაშინ ასეთი აზრი ამ წმინდანებში დამკვიდრებული სული წმინდის აზრია და ის აუცილებლად უნდა მივიღოთ ჩვენ ძმაო და დანო, როგორც ჭეშმარიტ ეკლესიის სწავლებად. და ლათინიზმი იქნება ეს თუ სხვა მწვალებლობები, რომლებიც არსებობს დღეს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამათა შეთანხმებული აზრი აი ამ სწავლებებთან შესახებაც არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა დაუვგდოთ ყური არა თანამედროვე ლიბერალურ პროფესურას, რომელიც თითქოს და გვთავაზობს ჩვენ აი ამ ახალ ღვთისმეტყველებას, არამედ წმინდა მამების კაფიო განსაზღვრულებას ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. თუ გსურს ჩვენ რომ საზოგადოება მომავალი თაობა აღზარდოთ აი ამ ეკლესიურ პრინციპებზე, უნდა ვიცოდეთ რომ სხვა გზა გადარჩენისა არ არსებობს და გარდა ამისა აშკარა ის სეკულარული სულის ზემოქმედება ზოგადად საზოგადოებაზე არ მოიტანს შედეგს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ევროპას ვედარებით, იქაც ვიცით რომ უსერიოზულესი პრობლემა დადგა ისლამის თვალსაზრისით და რამ გამოიწვია ეს პრობლემები? სწორედ იმით რომ მათი რელიგიური ხედვები პროტესტანტული თუ პაპისტური გახლავთ მეტად სეკულარული, მეტად რაციონალისტური, მეტად ეკუმენისტური, ლიბერალური, მოდერნისტული, რა ვიცი რომელი ერთი ვთქვა და შესაბამისად საზოგადოება არის სულიერ შიმშილში და როდესაც ამ დროს არსებობს აღმოსავლური კულტები,
როგორიც არის ისლამი, როგორიც არის ბუდიზმი თავისი ნაირსახეობებებით და განშტოებებით, ცხადია გარკვეულწილად ხიბლავს მოსახლეობას. რითი ხიბლავს? სწორედ რომ იმ თავისი მისტიციზმით. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს ჭეშმარიტი მისტიციზმია, მაგრამ ფაქტია რომ მისტიურია, სულიერია რაღაცნაირი სახით, ხომ? და როდესაც მთლიანად აი ამ უსულო გარემოში რაღაცა მშრალ, გამოფიტურ მსოფლმხედველობაზე აგებულ სამყაროს ხედავთ ჩვენ, რომელსაც არსებობს ღვთისმსნებების ცხოვრება, ცხადია ესეთი მისტიციზმი არის უფრო მომხიბვლელი. ამიტომ აი ეს საფრთხე სეკულარიზმსა და აი ამ აგრესიულ თუ არააგრესიულ აღმოსავლურ კულტებს შორის დღეს რეალურად არსებობს ეს პრობლემა ევროპაში და თუ ჩვენც გვინდა ისეთივე ცხოვრების წესი ცხოვრება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საფრთხე დღეს ხვალ ჩვენთანაც გაჩნდება. იმიტომ რომ სეკულარულ სულს მოაქვს შიდა ეკლესიური შიდა ნიადაგების რღვევა, თქმა უნდა დანო. და როდესაც ადამიანი შინაგანად ხდება ცარიელი რაღაცნაირად გამოფიტული აი ამ სულიერ ცხოვრებას, მაშინ მისთვის უფრო მისაღები გახდება ის აღმოსავლური კულტების, ისლამისა თუ ბუდიზმის თუ სხვა ინდუიზმის მისტიციზმი გახდება მისაღები, იმიტომ რომ ის დაკარგავს სულიერ ფასეულობას და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. თუ ევროპა თავისი რელიგიებით არ გამოირჩევა არც პრინციპულობითა და არც ჭეშმარიტებით და არც მადმოსილებით, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, დღეს საქართველოს ეკლესია თავის ფუნქციას აღასრულებს და უნდა აღასრულოს ის ბოლომდე ყველა გულწრფელმა სასულიერო პირმა თუ ერის გასმა. ამდენად აი ეს სულიერი ფენომენი, რასაც მართლმადიდებლური აღმსარებლული სული ქვია, არის მეტად მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისათვის, რათა ამ სეკულარულმა სულმა არ წაგვიშალოს, არ წაგულეკოს და არ ჩამოგვაყალიბოს რაღაც ერთ კოსმოპოლიტურ, ეკუმენისტურ მასად, რომლისთვისაც ყველა რელიგიური თუ კულტურული შეხედულებები იქნება სულ ერთი. ამას ჩვენ ვერ დაუშვებთ, ამისთვის ჩვენი წინაპრები სწირავდნენ ეს თავის ცხოვრებას და ესე გვიანდერძეს ჩვენს და ეძიებდეთ სიკვდილსო ქრისტესთვისო ბრძანებს ჩვენი მეფე ვახტანგი და ამდენად თანამედროვე საზოგადოება კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ეს ევრომართლმადიდებლობისკენ მიდრეკილი, ეს მისიონერები და მათი სულისკვეთება, უბედურება სწორედ ის არის, რომ მათ თავიანთი მისიონერული აი ამ პარტავნების გამო ავიწყდებათ, ან არ უნდათ გაიგონ, რომ ეკლესიაში ხალხის მოზიდვა მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების პირადი მაგალითით არის შესაძლებელი. ასკეტიზმი იყო ყოველთვის ის, რაც ხიბლავდა ადამიანს, ანუ სულიერი მოღვაწეობა. და მთავარი კი, რაც ადამიანებს ჭეშმარიტებისაკენ მოაქცევს, არის ღმერთი. და ისინი კიდევ გვთავაზობენ რაღაც ამქვეყნიურ რელიგიას, ამ ქვეყნად მორგებულს და ღმერთის გარეშე ნებისმიერი კაცობრივი მცდელობა უმეტესად ფუჭად ჩაივლის ხოლმე და ამას ჩვენ ვხედავთ, ხომ? არაერთი მაგალითი გვაქვს ამისი და ევრომართლმადიდებლობისგან მიმავალი გზა არის ის სიცრუის გზა, სურვილი იმისა, რომ ქრისტეს ეკლესია ამას სოფელსა და თანამედროვეობაში ჩაეხრჩოს სულიერი და არა ამის სოფლისაგანი უნდა იყოს ეკლესია, ამას ჩვენ არაერთგზის ვისმენთ წმინდა წერილიდან, ხო? საღვთო ეკლესია არ შეიძლება იყოს მიწიერი მსოფლმხედველობის მქონე. მისი შეხედულებები ყოველთვის იყო ამაღლებული და სეცისაკენ მიპყრობილი. თუმცა ყოველთვის არსებობდა ეკლესია დედამიწაზე, თუმცა ყოველთვის იყო როგორც ორგანიზმის სახით, ისე ორგანიზაციის სახითაც, მაგრამ ეს ორგანიზაცია ყოველთვის ეკლესია როგორც კერძო საპატრიარქო ყოველთვის ემსახურებოდა უზენაეს მიზანს. უზენაეს მიზანი კი გახლავთ ადამიანის განმხრთოვება ეკლესიის წიაღში და შემდეგ უკვე სასუფეველის დამკვიდრება, მარადიული ცხოვრება ქრისტე ღმერთში და ყველა წმინდანთან და ყველა ზეციურ ძალთან ერთად. აი ეს არის დღეს ჩვენი სათქმელი, ჩვენ
გულის ტკივილით ვამბობთ აი ამ საკითხების შესახებ, გსურს და შეგვიძლია ნებისმიერ ადამიანსაც ვესაუბროთ ამ საკითხებზე, საითკენ მიექანება ეს ყოველივე, რა მიზანს ისახავს ეს, ყოველთვის ბუნდოვანება მათ შეხედულებებში და ეს არის ის მოდერნისტული სული, ძმა უნდა დანო. ჩვენ ამას შესახებ არაერთგზის გვისაუბრია, რომ ერთი შეხედვით სურთ თავისი შეხედულების დამკვიდრება საზოგადოებაში და ამავე დროს რაღაცნაირად შეფარულები არიან ყოველთვის და თავის დროს ელოდებიან, როცა თამამად ისაუბრებენ აი ამ თემებზე და როგორც კი იხელთებენ დროს, მაშინაც აი ამ არამართმადიდებელ მსოფლმხედველობას თავაზობენ როგორც ჭეშმარიტებას, როგორც ღვთის სიტყვას და ეს მერწმუნეთ ასე არ არის. უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ დღეს თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა მეტად ამორფული, მეტად გაზარმაცებული, ჩვენ გულისხმობთ მთლიანად როგორც ერს, ისე ბერს, ისე ზოგადად ეკლესიის წევრებს, ჩვენ თავს პირველ რიგში და ეს ყველაფერი არ მოიტანს კარგ შედეგს. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური გაცნობიერება, საღვთისმეტყველო საკითხებშიც ჩაღრმავება, ნაკლები ზარმაცობა და მეტი მუშაკობა აი ამ ღვთის სარბიელზე, რომელიც ჩვენ აი ამ ხანმოკლე ცხოვრების დროს გვაქვს მოცემული. სხვა გზა ცხონებისა ჩვენ უფალმა არ დაგვიტოვა, ჩვენ ერთადერთი სინანულის გზა არის და ჭეშმარიტების დაცვის გზა. ეს ღმერთს კი არ ჭირდება, ეს ჩვენ გვჭირდება, ძმა უნდა დანო და როდესაც გვეუბნებიან, რომ არ ჭირდება ეკლესიას დაცვა, გაიხსენონ მოციქულთა კანონები და გაიხსენონ მოციქულების სიტყვები, რომ გინდა თუო ანგელოზი გამოგეცხადესო და გახაროს ის გარეშე მისა, რომელი კი გახარეთ თქვენო, შეჩვენებულიყავო. ეს რას ნიშნავს, ძმა უნდა დანო, რომ სწორედ რომ ის სწავლება, რომელიც გახლავთ თვით უფლის მოცებული და რომელიც შემდეგ მოციქულებმა ახარა საზოგადოება, აი იმის მიღმა არ შეიძლება სხვა ახარო. და თუ იმას სხვას ახარებ, ესე იგი და იმას კი არ ახარებ, არამედ უკვე ცრუსწავლებას ქადაგებ, მაშინ შეჩვენებულ იყავს პავლე მოციქულის სიტყვებია და გადავხედოთ მოციქულთა კანონებს, გადავხედოთ მოციქულებრივ მამების განსაზღვრებებს, როგორ იცავდნენ ისინი გნოსტიციზმისაგან ეკლესიას და დღეს ზოგიერთი გამოდის და ამბობს, რომ ეკლესიას დაცვა არ ჭირდებაო. თუ მოციქულები ფიქრობდნენ, რომ ჭირდებოდა, ესე იგი დღეს აღარ ჭირდება? მით უფრო დღეს ჭირდება, ხო? თუ მაშინ გნოსტიკური სწავლებები იყო, დღეს გნოსტიციზმიც არის, ძმა უნდა დანო და რელიგიების ისეთი ნაზავია, რომ თვითონ ვერ არკობს ვერავინ და ასე რომ აქ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი დაცვა. იმიტომ კი არა რომ ღმერთს სჭირდება ეს სჭირდება ჩვენი სინდისი გვავალებს ამას. იმიტომ რომ ეს აუცილებლად მოგვეკითხება. მართლმორწმუნე ქრისტიანობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ ყველა მისი წევრი პასუხს აგებს ეკლესიისათვის. ვინც ასე არ ფიქრობს, ის ცდება და მან არ იცის რა სთხოვს მას უფალი და ეს დღე ხო აუცილებლად დაგვიდგება ჩვენ ღვთის წინაშე წარდგომის დღე და მოგკითხავს უფალი შეგეძლო და არ თქვიო. ან არასწორად თქვი, ან აცთუნე და ვაიმათო, ვინც აცთუნოსო სამწყსო ქრისტესიო, ესე წერია წმინდა წერილში და აი ეს არის ჩვენი შემართება, ეს არის ჩვენი სულისკვეთება, ჩვენ არ გამოვირჩევით არანაირი აგრესიულობით, როგორც სურთ ეს დაგვაბრალონ, გსურს პირიქით პოლემიკურ დონეზე, საღვთისმეტყველო დონეზე განვიხილოთ ეს საკითხები, ვიკამათო თუ არის ამ საჭიროება, თუ შენდობა არის სათქმელი, შენდობაც უნდა უთხრათ ერთმანეთს და აი ასეთი სიყვარული და ამავე დროს ჭეშმარიტების დაცვის პრინციპით, საფუძვლებით უნდა იყოს აგებული ჩვენი ცნობიერება და მსოფლმხედველობა. სხვა გზა ცხონებისა ჩვენ არავის მოუციას ჩვენთვის და რაც მოგცა უფალმა და წმინდა მამებმა მოციქულებმა, ის უნდა დავიცვა ჩვენ, თუ გვინდა რომ მარადიული სასუფეველი დავამკვიდროთ.